ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. Salam Mariam. Salam. მიხარია რომ დღეს ამ გადაცემას ჩავწერთ. სიმართლე რომ გითხრა, მე შენ ადრეც გითხარი, რომ როგორც რესპონდენტი შენი ცხოვრებით, შენი ნიჭით, შენი მიღწევებით საინტერესო ხარ და დაგეგმილი მქონდა კიდევაც უბრალოდ იმ ამბებმა, რაც შენს გარშემო, რაც შენ თავს დაგატყდა ბოლო დღეების განმავლობაში, სურვილი გამიჩინა, რომ ეს პროცესი დამეჩქარებინა და რაც შეიძლება სწრაფად მინდოდა რომ ამ სკამზე აღმოჩენილიყავი და მადლობა რომ მოახერხე. მადლობა რომ შენ მომიწვია ამ გადაცემაში. როგორ ხარ? კარგად შენ? როგორია ცხოვრება ცეკვავი ვარსკვლავების მერე? სიმართლე რომ გითხრა, არ მჯერა რომ კიდე არ არის ცეკვავი ვარსკვლავები, იმიტომ რომ რაც მორჩა მაგის შემდეგ ვარ აი აბსოლუტურ ტონუსში. გონია რომ არ მორჩა რომ ძინავს ცოტა გვიანობამდე შედარებით ვიდრე მეძინა ცეკვავი ვარსკვლავებში, გონია რომ არა, ვაგვიანებ რეპეტიციას, ან მართლა კიდე ქაოსში ვარ, ვერ გამოვდივარ მაგ მდგომარეობიდან. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა საჯაროდ იმ სიტყვებისთვის, რომელიც ჩემ ფინალში გააჟღერა ჩემი მისამართით და ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასია მინდა რომ იცოდე. და ჩემი დამსახურება არ იყო, შენი ნიჭის დამსახურება იყო იქ რომ აღმოჩნდი, თუმცა ყოველთვის ადამიანს სიამოვნებს ესეთი მსგავსი დამოკიდებულება, რომელიც შენგან წამოვიდა და მადლიერი ვარ შენ. მადლიერი ვარ მეც შენით. მადლობა. კაი, მოდი ერთი კითხვა აქვს პრაქტიკულად ამ გადაცემას. ტრადიციული და ამითვე დავიწყებ 21 წლის ასაკში. 22-ს გამختარებ. 22 წლის ასაკში ყავს თუ არა ნაპოვნი საკუთარი თავი? ბოლო თვეების განმავლობაში ვიპოვე. ბოლო რამდენიმე თვეა, მე მგონია რომ ვიპოვე 22 წლის ასაკში. რამდენი თვეა? ალბათ რავი, აი ეს კრიტიკული თვეები ბოლო, ნახევარი წელი ალბათ. ანუ შენ მაინც სენსიტიურ ფაზას დაუკავშირე საკუთარი თავის შეცნობა და ალბათ დაუკავშირე იმ ადამიანებს, ვინც შენს გარშემო დარჩა? კი, აბსოლუტურად. არ მეგონა რომ ამ ასაკში, 22 წლის ასაკში, ამდენი რაღაცის გადატანა მომიწევდა ერთად. და ესე გავუმკლავდებოდი, არ მეგონა. მაშინ მოყევი რისი გადატანა მოგიწია? აი ცოტა არ მინდა რომ აი ცოტა დაჩაგრულის პოზიციიდან ვილაპარაკო. არა, დაჩაგრული ნახე. არ არის ეგ დაჩაგრულის პოზიცია თავში ვეგეუნი, იმიტომ რომ ეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ნეგატიური მოვლენები და ადამიანების შეცდომა. მე სხვათა შორის არ ჩემთვის არის უცხო, ამ ასაკშიც კი ხო, ორჯერ შენზე უფროსი ვარ, ადამიანების შეცდომა დღემდე გრძელდება და დღემდე მეც ხშირად ვრჩები ხოლმე გაკვირვებული. მაგრამ ამაზე უკვე იმუნიტეტი მაქვს. კი, მეც რატომღაც გამომიმუშავდა იმუნიტეტი. მოკლედ, ძალიან ემოციური ადამიანი ვიყავი. ძალიან ემოციური, იმიტომ რომ ყველა ჩემს თუნდაც ერთ ნეგატიურ კომენტარზე ძალიან ესეთ მძაფრი ემოცია მქონდა და გრძნობა მქონდა მაშინ, როცა ეს ყველაფერი გამოვლილი არ მქონდა. მეგონა რომ ყველას ვუყვარდი, მეგონა რომ ყველა მიყვარდა, ყველას ვენდობოდი, ყველა მენდობოდა და ასე შემდეგ. მაგრამ როცა ეს ყველაფერი დადგა და მოვედი ამ დღემდე, მივხვდი რომ არავინ არ არის ჩემიანი. საკუთარი თავის გარდა. საკუთარი თავი ისე გავაძლიერე და ისე შევიყვარე ისეთი როგორიც ვარ, მართლა არ მეგონა რომ ეს გაძლიერების რა გითხრა, მაინც გეტირება ახლა. ანუ ვიცი ესე პირველად საუბრობ ამ თემაზე, იმიტომ რომ არასდროს მივხედავთ ყველა დეზინფორმაციისა, სწორი ინფორმაციისა, მაინც არავისთვის ესე არ მელაპარაკე არაფერი. და ზუსტად მივხვდი რომ თუ ამ ყველაფრის დაიგნორება შემიძლია და არ შემიძლია ადამიანებს ამ ყველაფერზე პასუხი გავს, არ შემიძლია არა, არ გავაკეთე, იმიტომ რომ საკუთარ თავთან ვიყავი მართალი პირველ რიგში რომ ეს ჩემია, გაკეთებული ან ჩემი ამბავი არ იყო. შესაბამისად ეს ძალა რომ ვიპოვე საკუთარ თავში რომ არავისთვის არაფერი არ უნდა დამემტკიცებინა, მივხვდი რომ ძალიან გავძლიერდი. ძალიან და გაიზარდე. კი, გავიზარდე. ნელ-ნელა არა, რაღაცნაირად სწრაფად მოხდა ყველაფერი. უცბად ტანსა იყრის. კი, აი ეგრე დამემართა ზუსტად. კარგი. მოდი ისევ იმ კითხვას დაუბრუნდეთ. შენ მაინც
გინდა არ გინდა იმ თემისკენ წახვედი, რაც ყველაზე მეტად გაწუხებს. მაგრამ კითხვა შენს არსში არის. ხო. ვინ ხარ? როგორი ადამიანი ხარ? მე ვარ მარიამი. მე ვარ მარიამი 22 წლის თბილისიდან. არა, ზუგდიდიდან. მეგრელი. მე ვარ ძალიან გულწრფელი ადამიანი. მე ვარ ძალიან უკვე ძლიერი მარიამი. მე ზუსტად ვიცი რა მინდა ცხოვრება. არ გამეკითხა. ზუსტად ვიცი რა მინდა ცხოვრებაში, რა უნდა ვაკეთო ცხოვრებაში და იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. და სადაც ვარ დღეს. ოჩახ, მაგრამ შენი თვისებები როგორი არის? ნუ ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ. აი ეს ჩემ თავზე ხე ცოტა მემხერხულება. მაგრამ ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ და ყველაფერს ვუდგები მაქსიმალური პასუხისმგებლობით, ვარ მაქსიმალისტიც ამ ყველაფერთან ერთად და ყველა საქმე მემყავს ბოლომდე. კაი, დაგეხმარები, ემოციური ხარ? აღარ იმდენად ახლა. არა? ემოციური რო ვიყო, ალბათ ვერ გავუძლებდი ვერაფერს. კაი, ხარ თუ არა შურის მაძიებელი? არა. იმდენად მჯერა კარმის მართლა. იმდენად მჯერა მაგ ყველაფერს. ეს ნიშნავს, რომ ხარ ნაწილობრივ. მე არა, მაგრამ ღმერთი მოგხედავს რა. არა, ხო, ალბათ, კი. ეგრე ვარ. კარგი, მოდი მათთვის რახან პირველი სატელევიზიო ფორმატია შენთვის, სადაც თავიდან ბოლომდე ყველაფერი შენზეა. მოდი მოყევი შენი ბავშვობის შესახებ, რო ყველაფერი ხო არ ქონდა იავარდებით მოფენილი. ჩემი ბავშვობა. მე მყავს დედმამა, ძალიან ახალგაზრდა. დედა ჩემი იყო 18 წლის, როცა გამოჩინა და მართლა ერთად გავიზარდეთ. მე და დედა ჩემი და მამა ჩემთან და ერთად, ჩემს მასთან ერთად, ყველა ერთად გავიზარდეთ. თუმცა ბავშვობიდან მშობლად ბევრად უფრო მეტად აღვიქოვდი ბებიას. ბებია იყო ჩემი დედაც, ბებოს, აი ყველაფერი აბსოლუტურად. და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას გვერდში დგომისთვის, ისე როგორც დღეს მიდგას ის. იმიტომ რომ დედა ჩემი აქ არ არის, დედა ჩემი საზღვარგარეთ არის ემიგრაციაში, გერმანიაში ცხოვრობს და ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ ყველაზე, 4 წელია წასულია და ყველაზე რთულ, ასე ვთქვათ, პერიოდში მოუწია მას წასვლა ჩემთვის ყველაზე რთულ პერიოდში. რა შეგრძნება ქონდა, როდესაც პირველად გაგიჟღერა, რომ წასვლას აპირებდა, შეგიძლია გაიხსენო? კი, ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა მქონდა, რომ ოღონდ ეს ჩემს თავთან, ეს მასთან არ გამომივლენია და არ მithქვამს, რომ არ წახვიდა, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო მოკლედ რა, მართლა. ჩემს თავთან მქონდა ბრძოლები, არ მინდოდა რომ წასულიყო, თუმცა ნუ ესე მოხდა, ეს უნდა წასულიყო. და რატო მოხდა? ჩვენი მდგომარეობის გამო. რომ და დაგხვეყარებოდა. ფინანსურად? თუნდაც, კი. რა ასაკში იყავი შენ? მე ვიყავი 17 წლის ასაკში, კი, 17 წლის ვიყავი, როცა წავიდა. არ გითხოვს არაფერი აწაკები? არც მერე რო წავიდა? არა, მე ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა მქონდა, უგულისხმობ იმას, რომ არ ვურეკავდი ასე ვიდეო თვალით, არ ვურეკავ, იმიტომ რომ ძალიან მიჭირდა მართლა. მის ესე შორს ნახვა. მაგრამ მე შევეჩვენა. და თითო ვერ გრძნობდა ამას? კი, მაგრამ არც თვითონ არ მეუბნებოდა არაფერს, იმიტომ რომ ისაც ძალიან რთული იყო. დღეს რა ხდება? დღეს მივეჩვიეთ, უკვე გავიდა 5 წელი, კი, 5 წელი გავიდა. სიმართლე გითხრა, ერთხელ ვიყავი ჩასული. და თვითონ არ ჩამოსულა ამ ხაზე? ერთხელ ვიყავი ჩასული, რამოდენიმე დღით და მივხვდი, რომ ბევრად უკეთესია არ ნახვა, იმიტომ რომ 5 დღე როცა ნახულობ, ძალიან რთული იყო ჩემთვის, ანუ ჩასვლა, ისე რაღაცა მივეჩვე იმ მდგომარეობას, ისევ ჩემს გვერდთან და ისე უკან წამოსვლა იყო ჩვეულებრივად კოშმარი ჩემთვის. და მივხვდი, რომ უკეთესია მიჩვეული ვიყო, რომ შორს არის, ვიდრე ესე ჩავიდე ჩამოვიდე. ამ გადაცემას რო ნახავს, მე რა მოხდა? არ ვიცი. ანუ ეს ხო პრაქტიკულად გამოდის, რომ აქ მოხდება შენი ემოციის ამოხეთქვა, ხო, მისთვის? კი. რა რეაქცია ექნება, როგორ ფიქრობ? გეტყვის რამის? კი, მეტყვის, რატომ შეინახე შენთვის ეს ყველაფერი, ან რაღაცა, მაგრამ მაინც მგონია, რომ არაფერი ესე განსაკუთრებულად არ შეიცვლებოდა. უბრალოდ მას დავსტრესავდი კიდევ უფრო მეტად ჩემი ესე ხმამაღლა ლაპარაკით და მერჩინა რომ უბრალოდ ჩემთვის გადამეტანა ეს ყველაფერი.
ხშირად ურეკავ ხოლმე? ეხლა კი. ყველა ფერზე, ყველა დეტალზე და ყველა ნაწილში. და დედა და მამა ერთად არ არიან? კი, ერთად არის. და მამაც გერმანიაში? არა, მამა ჩვენთან არის საქართველოში. ბებიაზე მოყევი. მე ვიცი რომ ბებიას განსაკუთრებული როლი აქვს, ხო? კი, ბებიას განსაკუთრებული როლი აქვს, იმიტომ რომ ბებია ჩემი არის ჩემთვის აი ძლიერი ქალის მაგალითი. მინდა რომ როგორც ბებია ჩემი ეგეთი ძლიერი ადამიანი ვიყო, იმიტომ რომ როდესაც დედაჩემს ვაცილებდით ჩვენ საზღვარგარეთ, მაშინ მივხვდი რამდენად ძლიერია. იმიტომ რომ არანაირი ემოცია არ გამოუხატავს, გარდა იმისა, რომ ჩვენ თან ყოფილიყო, აი ძალიან ძლიერად, რომ არაუშავს ყველაფერი კარგად იქნება და მალე ჩამოვა და აი ძალიან გვეხმარებოდა მაგ ყველაფერში. ბაბუა ჩემი, რომელიც გარდაცვლილი არის, დედაჩემის მშობლები არიან ესენი, ბაბუა ჩემი, რომელიც გარდაცვლილი არის, ეგეც მამასავით იყო ჩვენთვის. და მისი გარდაცვალებაც ძალიან რთული იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ბაბუა ჩემი იყო იდეაში, ვის გამოც თქვა სცენაზე დავდექი. ანუ არავის არ ჯეროდა რომ რაღაცა აი არავინ არ მღერის ჩემს გარშემო, საერთოდ არავინ არ არის მომღერალი და რაღაცა მე აღმომაჩნდა ეს ნიჭი და ეხლა ბაბუა ჩემს ძალიან სჯეროდა ამ ყველაფრის, რომ მე შემიძლია მე ბაბუა ჩემთან კონცერტებს ვატარავდი ხოლმე ბავშვობაში და ვუწარებდი გაგიჟებული მყავდა. ეგ სათხდება ზუგდიდში? კი, ზუგდიდში რამდენიმე წელი როცა ცხოვრობდი, ბაბუა ჩემის გამო მოგვიწია გადასვლა. მისი ცოცხლის ბოლო 4 წელი იყო და ზუგდიდში ცხოვრობდით მაგასთან ერთად, ბაბუა ჩემთან ერთად და მან მივხვდი რომ ძალიან სჯეროდა ჩემი და როცა გარდაიცვალა, პრინციპში მე დავიწყე ზუსტად ყველაფერი. სად მივხვდი რომ გამოგივა? სად მივხვდი რომ გამომივა, როცა ჩემი ოჯახი ჩემს გვერდით იყო მაქსიმალურად, მან მივხვდი რომ ყველაფერი გამომივა. მუსიკალურ ნაწილში. კი, ანუ ყველაფერში ხელი შემიწყოს აბსოლუტურად რა. ჩემი ოჯახი, მამა ჩემი რო არ ყოფილიყო, მამა ჩემი გადაწყვიტა შემდეგ რომ თბილისში წამოსულიყავით და პროექტები იყო, სადაც ყველგან დამყვებოდა, ყველა რეპეტიციაზე ჩემს გვერდით იჯდა და მე რჩევებს მეუბნებოდა, რომ აი ახლა ეს არ უნდა გააკეთო, ეს ძალიან გიხდება და მოკლედ ძალიან ჩართული იყო ჩემი ოჯახი ჩემს ცხოვრებაში და ეს იყო ძალიან მაგარი. 9 წლის ასაკი არც ისე პატარა ხარ უკვე, როდესაც იგებ რომ შენ უნდა შეიცვალო ადგილი საცხოვრებლის და წახვიდე ზუგდიდში. როგორ მოხდა ეს და იცი რა არის? მაშინ ვფიქრობდი რომ ძალიან სტრესული იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გარემოს ცვლილება როცა ერთ გარემოში ხარ შეჩვეული და მყავს მეგობრები და ესეთ პატარა ასაკში გიწევს რომ უბრალოდ უნდა წახვიდე მათგან, ძალიან რთული იყო, თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ როგორი კომუნიკაბელურიც ვარ, როგორ შემიძლია საერთო ენები ვიპოვო ყველა ადამიანთან, მაგის გარემოს ცვლილებების დამსახურება, იმიტომ რომ ყველა გარემოს მაინც ვერ გებოდი, ასე თუ ისე და ეს ყველაფერი მე საჩემოდ გამოვიყენე. როგორი იყო ზუგდიდში გატარებული წლები? ძალიან კარგი. იმიტომ რომ განამტკიცე მეგრული? კი. მეგრული ბავშვებიდან ახლა მაინც კარგად ვიცი. ახლა კი ჩვენი პარტნიორის შესახებ. Central Park Towers-ი ქალაქ თბილისში ცენტრალ პარკის მიმდებარედ არსებული 5 ვარსკვლავიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსია. სასტუმროს მართვას საერთაშორისო ბრენდი Radisson Blu განახორციელებს. კომპლექსის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონია. პროექტში ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა შეიძინონ საკუთარი სასტუმრო ნომერი, რომლის მართვას, როგორც აღნიშნეთ, განახორციელებს ისეთი საერთაშორისო ბრენდი, როგორიც არის Radisson Blu. და რა თქმა უნდა მიიღოთ შემოსავალი მისი ფუნქციონირებიდან, თქვენი სასტუმროს ნომრის. Central Park Towers-ის პროექტი შედგება 2 სართულიანი თაუერისგან, რომელიც ერთიანდება 7 სართულიანი პოდიუმით, სადაც კომპლექსის ინფრასტრუქტურა იქნება განთავსებული. კომპლექს 4 მიწისქვეშა საპარკინგე სართული აქვს, რომელიც 400 ავტომანქანაზეა გათვლილი. კომპლექსში განთავსებული ინფრასტრუქტურა უპრეცედენტოა საქართველოში, როგორც მასშტაბით, ასევე მსოფლიოში წამყვანი ბრენდებით. Radisson Blu უზრუნველყოფს კომპლექსში არსებული ყველა სასტუმრო ნომრის ოპერირებას. კომპლექსში 5 რესტორანი და კაფე განთავსდება, რომლის ოპერირებასაც მსოფლიოში წამყვანი სარესტორნო ქსელები უზრუნველყოფენ. კერძოდ, Beef Bar-ი, Chotomate, Robertosi, Angelina და სხვა. მოლის ოპერირებას მსოფლიოში წამყვანი და ძალიან პოპულარული ბრიტანული ბრენდი Harvey Nichols-ი განახორციელებს. რეგიონში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური event hall-ი გათვლილი იქნება 3000 ადამიანზე. აღნიშნულ
event hall-ის ოპერირებას მსოფლიოში წამყვანი ამერიკული კომპანია Live Nation-ი განახორციელებს. მე არ ვაპირებდი ამ კითხვის დასმას, მაგრამ უნდა დაგისვა. შენ სხვა რაღაცას ელოდები, მაგრამ მე სხვა რამე ვქავ. ისმე. მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში, მაშინ როცა ნუცა იღებდა პროექტში მონაწილეობას, შენ თითქმის ერთი ეპიზოდი არ გამოგიტოვებია და იყავი მისი ალბათ ნომერ პირველი გულშემატკივარი დარბაზში. ალბათ ერთი ეპიზოდი გამოტოვე. ახალ წელს შეიძლება. საშობაო. მაგრამ ნახე საქმე ამაში არ არის. წყდებოდა თუ არა გული წელს, როდესაც პარკეტზე იდექით და ის დარბაზში არ იყო. ძალიან წყდებოდა გული, თუმცა მის თანადგომას ძალიან გრძნობდი. ის ყველანაირად ჩართული იყო ჩემს ყველა ნომერში, ყველაფერი იცოდა წინასწარას ცეკვავდი, როგორი ცეკვა მქონდა და ყველანაირად ვიღებდი მისგან რჩევებს. ხო, იმიტომ რომ მე არასდროს არ დამისვავს ეს კითხვა შენთვის მთელი ამ პროექტის განმავლობაში, თუმცა რატომღაც იგზნობოდა შენში ეს დანაკლისი. არა, გულდაწყვეტა მქონდა, რა თქმა უნდა, ძალიან წყდებოდა გული. ხო, მე მიზეზებს არ გეკითხები რა. ნაწილი გასაგებია და ნაწილი შეიძლება ჩემი საქმე საერთოდ არ იყოს. კარგი, მოდი ახლა ვილაპარაკოთ მთავარზე, რაც შენს თავს ხდება. თავს ხდება. კარგ მოვლენაზე, რაც შენ თავს ხდება და თამამად ვიტყვი მაყურებლის წინაშე, რომ ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ შენ იქნები ის ადამიანი, ვინც ჩვენ ქვეყანას წლევანდელ ევროვიზიაზე წარადგენს, მიუხედავად იმისა, რამდენად მჯერა ან არ მჯერა ამ კონკურსის და რამდენად ისედაც ვიცით თუ რამდენად პოლიტიზირებულია ის, მაინც მნიშვნელოვანია შენი ქვეყნის სახე. რა თქმა უნდა. ევროვიზიაზე გამოჩენა იქნება ძალიან კარგი მაგალითი და мотиваცია ბევრისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავ ის რომ არჩევანი სწორედ შენზე გაკეთდა. და რაღა თქმა უნდა ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ ამ კონკურსზე. სამართლიანობის შემთხვევაში მგონია რომ დიდი შანსი გექნება. მაგრამ პარალელურ რეჟიმში წამოვიდა მოდი ესე ვთქვათ, მოსალოდნელი ბულინგი, მოსალოდნელი თავდასხმა, რომელიც ამ ვიდეოს ქვეშაც აუცილებლად იქნება, ხო? ბევრი ნეგატიური კომენტარი წამოვიდა. კარგად ქართ ცეცხლშიც გაგატარეს. და ისე ვიყო ნუცას კომენტარი, რომ ის არაფერს არ იტყოდა შენზე, გეწყინა? არა. რატო ხო შეიძლებოდა რომ როგორც მეგობარს წარმატებები ესურვა და გახარებოდა რომ შენ ამ კონკურსის მონაწილე ხარ. ანუ ეს მოლოდინი არ ქონია? იცი რა არის, მე მოლოდინები აღარ მაქვს უკვე დიდი ხანია მართლა. იმიტომ რომ არავისგან აღარაფერს აღარ ველი. შესაბამისად გულდაწყვეტა არ მქონია, იმიტომ რომ თვითონ ეს წყენის ფაქტორებიც გადავდე, ანუ არავისგან არაფერი არ მწყენს. ჩემს გზას მივყვები და მაქსიმალურად ვარ კონცენტრირებული იმაზე, რომ საქართველო წარვადგინა ძალიან კარგად. შესაბამისად, რაც ხდება სოციალურ ქსელებში და რაც რა ამბებიც არის, ეს უკვე ჩემთვის ძალიან მეორე ხარისხოვანია. გონია ხარო ძალიან დიპლომატიური. არა, მართლა ეგრე არის. აი, ყველაფერი გადადებული მოგვერდზე. არა, ეგ გასაგებია. არა, წყენაც, ანუ არავისგან არაფერი არ მწყენს მართლა. ჩემი ახლობლებისგან, რომლებიც შეიძლება ჩემზე სულ რაღაცებს წერენ, არ მოწონთ სიმღერა, ასე შემდეგ, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავია ეგ, მე ყველას აზრს პატივს ვცემ. თუმცა რაღაცა თქვენ ორნი ერთად განსაკუთრებულად მოიაზრებოდით და ერთი ფოკუსის ქვეშ იყავით, მაგრამ მე ზები გაიყო? არა გაიყო გზები, დღემდე ჩემს გვერდით არის. არ ვიცი რატომ ხდება ესე ყველაფრის დრამატიზირება და ასე შემდეგ, მაგრამ დღემდე თვითონ ხო თქვა რომ ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო? პოლიტიკური გზები შეიძლება გაიყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა დავკარგოთ ერთმანეთი. კარგია თუ ორივე ესე ფიქრობთ? კი, ორივე ესე ვფიქრობ. იყო რამე ისეთი კომენტარი, რომელიც განსაკუთრებულად მოხვდა, რაც დაიკითხე. თითქმის ყველა ერთ და იგივე კომენტარი არის და ყველა ერთ და იგივე აზრის, მაგრამ არა, ესე განსაკუთრებულად არაფერი.
ჩემი აზრით, აი ხა რამოდენიმე სკრინი მაქვს აქ სპეციალურად ჩავაყრევინე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ადამიანურად ძალიან საწყენია პოლიტიკური მწამსის და მიუხედავად, იმიტომ რომ არსებობს ასპარეზი, სადაც მაშინ როცა შენი ქვეყნის წარმომადგენელი გამოდის, უნდა იკარგებოდეს პოლიტიკური კუთვნილება. ისე მაგალითად, როგორც ევროპის ჩემპიონატის დროს თითქმის აღარ აღიქმებოდა, ხო? ქვეყანა ერთ მუშტად შეიკრა და განსაკუთრებული შეგრძნება იყო. თუმცა მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც წერენ მაგალითად შემდეგს. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ქართველის გარდა ყველას დაუჭერ მხარს. იმედია ევროვიზია გამოაბუნძულებს ამ ჰომოფობ რუსეთის მონას. ანუ ჰომოფობიც ხარ და არ ვიცი. ჰომოფობიას დამაბრალეს, კი. ბოლო ადგილი გარანტირებული გვაქვს. აი ხა გვერდიდან შეხედე მაგ მოვლენას, გამოდი იქიდან რომ ეს შენ ხარ დაფოკუსირებული მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე და იმუნიტეტი გაქვს ეგეთ რაღაცებზე. აი გვერდიდან ჰუმანურად და ადამიანურად შეხედე როგორია, როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი მიდის საერთაშორისო კონკურსზე და შენ თვითონვე საჯაროდ ეგეთ რაღაცას უწერ. საშინელებაა. ძალიან ცუდია, როცა შენი ქვეყანა უნდა წარადგინოს მით უმეტეს წელს ევროპაში და ესეთი დამოკიდებულება არის ხალხისგან. ძალიან რთულია და ძალიან ცუდია. წელს განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო ევროვიზია არის, ასე ვფიქრობ და მგონია რომ ხალხის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ეს ყველაფერი იქნება გააზრებული ხალხის მხრიდან, იქნება ძალიან კარგი. მოყევი შენი მდგომარეობა, როდესაც გაიგე რომ შენზე გაკეთდა არჩევანი. როგორც ვიცი ევროვიზიაზე თვითონ ეს პროექტი სიმღერა შემოვიდა, ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ 18-მდე სიმღერა შემოვიდა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ესე ვიცი. თუმცა ჩვენი სიმღერა იყო არჩეული წელს. ჩემი სიმღერის კომპოზიტორები არიან ქეთი გაბისიანი და ბუკა კარტოზია, რომლებსაც დაწერეს ეს სიმღერა და ეს სიმღერა იყო წლევანდელი ევროვიზიისთვის არჩეული. იმიტომ რომ ეს სიმღერა არის ქართულ მოტივებზე, ცეკოს ერისიანი, არის ორკესტრი, გვაქვს ხორუმის ელემენტები, წელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ქართული ელემენტები ყოფილიყო ევროვიზიაზე. კი, მეტი ეროვნულობა ყოფილიყო. მეტი ეროვნულობა ყოფილიყო წელს ევროვიზიაზე. და მე მგონია რომ ამ კრიტერიუმით აირჩა ჩვენი სიმღერა. ჩემთვის იყო ძალიან შოკის მომგვრელი, იმიტომ რომ ახლა კი ველოდი რა თქმა უნდა რომ შეიძლება და ერთ-ერთი მე ყოფილიყავი ამ ევროვიზიაზე, მაგრამ ძალიან შოკის მომგვრელი იყო, იმიტომ რომ სიმღერა გაგზავნილი ქონდა ცეკვების პერიოდში, როცა ცეკვები მანვარ სკოლები იყო და აბსოლუტურად ნუ ჯერ ცეკვებზე ვიყავი რა თქმა უნდა გადართული, მაგრამ მე ეს ნერვიულობაც რომ დამემატა და თან ეს ახალხო და საჯაროდ რო ვერ ვიძახდი რომ შეიძლება და წელს მე წარმომედგინა ჩემი ქვეყანა. ძალიან რთული გასააზრებელი იყო ყველაფერი. თან ძალიან რომ მიხარო და მაგასთან ერთად ძალიან ნერვიულობდი. იმიტომ რომ მინდოდა ისეთი სიმღერა ყოფილიყო, რომ ყველას მოსწონებოდა და ყველასთვის ყოფილიყო მისაღები. თუმცა რა თქმა უნდა ეს მე გავიაზრე რომ შესაძლებელი არ არის, რომ ყველას შეიძლება მოსწონდეს, მაგრამ ისე უცხო ადამიანებისგან, რომლებსაც არც კი ვიცნობდი და ისეთი ადამიანებისგან მივიღე მხარდაჭერა, რომ მივხვდი რომ ცოტა ადამიანი არ არის, ვინც გვერდში მიდგას და ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვინც ძალიან უნდა რომ წარმატებას მივაღწია. ეხლა მოგვიყევი უთხარი ადამიანებს შენს გულშემატკივრებს, როდესაც შენი პირველი გამოსვლა. ჩემი პირველი გამოსვლა, ევროვიზიის პირველი გამოსვლა ზოგადად 13 მაისს იწყება და მე გამოვიდოდი მეორე ნახევარფინალში 15 მაისს. ჩემ დაბადების დღეულწევს ვათაშორის მან დაეგრა. საკუთარ დაბადების დღეზე გამორიცხულია რომ არ გამართლოს. საჩუქარი მგონია რომ არასდროს არ მგონია. ხო და იმედია რომ გაგვიმართლებს მართლა ეგრე უნდა მოხდეს, უნდა გაგვიმართლოს და გადავიდეთ ფინალში. მართლა გამართლებაც არ არის, შენ ყველანაირი უნარი და შესაძლებლობა. უნდა გამოვიყენო ამასთან ერთად. იმის რომ ფინალშიც გახვიდე და კარგი ადგილიც აიღო. ნახოთ იქნებ ისტორიული შრომა. არავინ არ იცის რა მოხდება. ყოველ შემთხვევაში მე ამას გულწრფელად გისურვებ. დიდი მადლობა. მადლობა რომ მოხვედი და რა თქმა უნდა წარმატებები შენ მარიამ არა მარტო ევროვიზიაზე, არამედ მთლიანად
შენს კარიერაში და შენს ცხოვრებაში. მადლობა შენ ყველაფრისთვის. აი ხა